ერთ-ერთი ქალბატონი ახალგაზრდა ქალია, ჩემი ახლობელი, რომელსაც ჰქონდა მკერდის სიმსივნე, ერთ მხარეს ჰქონდა სადღაც 7 სანტიმეტრამდე, მეორე მხარეს ჰქონდა 2 სანტიმეტრნახევრამდე კვანძები და ჰქონდა იღლიაში კვანძი, საკმაოდ მოზრდილი კვანძი. და ეუბნებოდნენ ქიმიას, არ უნდოდან იყო ესეთ გადაწყვეტილებებში და მე რომ მომმართა, ხო, ქიმიის გარეშე თუ შეიძლება რომ ამ პროდუქტებით რაღაცას მივაღწიო. კატეგორიულად უთხარი, მე არაფერში არ დაგეხმარები, თუ შენ ქიმიოთერაპიას არ დაიწყებ და გადაწყვიტა გაკეთება, მოსამზადებელი პერიოდი იყო და ლივი გამოიწერა, მაშინ მარტო ლივით დავიწყეთ. ორჯერ სამჯერ ღებულობდა, შემდგომ უკვე მეორე ეტაპზე ლივიც, სტემიც, 3D-ც, სტემიც და სტემი ომეგაც გამოიწერა და 2 თვე მიიღო ესენი და მერე გაიკეთა ეხოსკოპია, ნუ რაც კვლევები იყო, ხო, ეს კატე და ესენი და აღმოჩნდა ეგეთი რაღაცა, სადღაც 3 თვეში, მაისიდან დაწყებული უკვე აგვისტოში, ხო. აღმოჩნდა, რომ ერთ მხარეს 7 სანტიმეტრიანი კვანძი 5 სანტიმეტრამდე ჩამოვიდა, მეორე მხარეს საერთოდ გაქრა. ანუ ეს არის ქიმიოთერაპიასთან ერთად, მინდა ეს აუცილებლად აღნიშნო. და იღლიაში კვანძი საერთოდ გაქრა. ანუ აღარა აქვს. ერთ კიდევ გამოიწერა, კიდევ 2 თვის გამოიწერა სტემის დაწყების მერე უფრო აქტიურად დაიწყო ამ ყველაფერმა მუშაობა. და სტემის 3D მე მგონია, რომ სათანადოდ არ ვაფასებთ, იმიტომ რომ სტემის 3D-ს დამატება, აი ლივი რო ამოწურავს თავის გასაკეთებელს, ხო, მერე უკვე სტემის 3D აუცილებლად უნდა მივცეთ ადამიანებს, ვისაც აქვთ, ხო, ცოტა რთული პრობლემები, კი არა და მსუბუქ პრობლემებზეც რატომაც არა, ხო? და აი ამ სტემის 3D-ს მოქმედება, ნუ სტემმაც იმუშავა, ომეგამაც იმუშავა და აი ესეთი შედეგი დაგვიდგა.